მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა მე ვიმყოფები იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ეს ხშირად ვახსენებ ხოლმე ჯიპსი ვილიჯში და მოდი განახოთ ეხლა ადამიანები რას აკეთებენ, როდესაც მშრომელები არიან. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით უკვე ამ ტერიტორიაზე იმ მთიდან ვიყურებით ხოლმე ჩვენ იმ მთიდან ქვემოთ. ხა ბავშვების დაბადების დღეს იხდიან აქ უცხოელი ბავშვები, ჩემი ბავშვების კლასელები და ეხლა ვნახოთ, დავათვალიერეთ როგორ შრომობს ხალხი. მოდი იცი რა ქენი დედიკო, აქეთ მოვიდეთ და ვეძებთ ეხლა ჩვენთან ტუალეტს ვეძებთ საპირფარეშოს და თანაც და გეთვალიერებინებთ აქ რა ხდება კარგით. როგორ აკეთებს და შრომობს ხალხი, როდესაც მშრომელია ადამიანი არის მშრომელი. და ეხლა ეს ქართველი იქნება, თუ ვინც გინდა ის იქნება, ნებისმიერი შეძლებს ასეთი ვითარების აწყობას. ეხლა მიდი დედიკო შენ. ნახოთ აბა ყოფილი ქათმების ფერმა როგორ გააკეთეს რუსებმა. შენივრად მე ძალიან მომეწონა. თუ ქართველებს არ გვაქვს შნო, ვისაც შნო აქვს ის გამოიყენებს ამ მიწაწყალს. გესმით? ეხლა ესე ვისაუბრებ მე. და თუ კი ვინმე ქართველი ხართ, შნოიანი, შეგიძლიათ გამოძრავდეთ. იქით ივანე, მიდი იქით. ხო, მანდ დედიკო, მანდ, მიდი, მანდ. ხო. მუშაობენ ადამიანები აქ. ეს ადამიანები მუშაობენ ენთუზიაზმით, გესმის? ენთუზიაზმით მუშაობენ და არა ფულის ინტერესებით. მე არ ვიცი, ქართველები ვერ შევიკრიბეთ. აგერ 2 დღე, 3 დღე არის ჩამოსული აქ ქუთაისიდან მამაკაცი, რომელიც გვეხმარება ჩვენს ასურეთის ეკლესიის აშენებაში და ამ 2 დღის მანძილზე იმის მაგივრად რა ასურეთლები მომეხმარონ, სამარცხვინო რაღაცას ვიტყვი. ეხლა ვიღაცა შეძვრა ჩემს სახლში და იქ რაღაცა იფოდიალა. არ ვიცი რა გჭირთ ასურეთლებო. ძალიან დიდი სირცხვილი თქვენ. კაცი ადამიანი ვერ ესენი არიან ბავშვი. ხო, როტო ვერ მივედით იქ დედიკო, ვერ მივხვდით. ხო და სამარცხვინოები ხართ რა ქართველებო რა, ძალიან სამარცხვინოები ხართ. ქართველები გინდათ ნებისმიერი ადამიანი ვინც ამას იკადრებს, ხო? რომ იცის რომ სადაც ვარ, იხელთებს დროს და ჩემს სახლში რაღაცებს ქურდბაცაცობას ცდილობს. ეს არის გულის ამრეობა რა. ესა ვართ ქართველები და იმიტომაც არ გვაქვს კარგი დღე. ეხლა ჩვენ ხედავთ რუსების შრომას აქ, გესმით? მე რუსებს არ ვუკეთებ რეკლამას, მე ვაკეთებ იმას, რასაც ვხედავ. ეს არის რუსების შრომა. და რუსებს მოყავთ აქ ხალხი. ხედავთ? ხალხი მოყავთ აქ, რომელიც ენთუზიაზმით მუშაობს. ძალიან კარგი. ეხლა აქ არის პული. პული? ჩავხტებით და ვიყანავთ. ეს. აქ არის ტუალეტი. ეხლა ვარ მე ძალიან დატვირთული ემოციით რა და მე გეტყვით ერთ რამეს რა. ქართველებს მოგმართავთ ეხლა, ნებისმიერ ქართველს. გინდა გეგონოთ თქვენ თავი პატრიოტი და გინდა არ ვიცი, რაც გინდა ის გეგონოთ თავი. ადამიანი, რომელიც თავის ტრაქს ვერ წეებს მაღლა და ასეთ საქართველოს მიწაწყალს ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ ერთად დგომა არ შეუძლია, იმიტომ რომ იმან იმის ჯინაზე და იმან იმის ჯინაზე არაფერი გააკეთოს, იმან იმის შურით და იმან იმის შურით არაფერი გააკეთოს, საქართველოს სხვა მევენახე იპყრობს და აგერ ფაქტის სახეზე არის
რომ საქართველოს სხვა მევენახე იპყრობს. ეხლა მე უბრალოდ თქვენ ამას რო გეუბნებით, იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ ეს მიხარია. იმიტომ გეუბნებით, რომ იქნებ ჯერ კიდევ გონს მოხვიდეთ. ხო, წავიდეთ ეხლა. იქით სხვები არიან, დედიკო და არ მინდა რომ გამოჩნდნენ კადრში, გესმის? კადრში არ მინდა რომ გამოჩნდნენ. ხო და წავედი ეხლა მე.